ღაზის სექტორზე მიტანილ იერის 7 თვის ორსული სუად ალ-შაერი ემსხვერპლა. ბავშვი საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა, თუმცა რამდენიმე საათში ის გარდაიცვალა. ახალშობილი გოგონა, რომელსაც დედის სახელი სუადი დაარქვეს, ნასერის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა უშედეგოდ. ნასერის საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი აჰმედ ალ-ფარა ამბობს, რომ ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს. იგი ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდა ჯანგბადის უკმარისობის გამო. სუად ალ-შაერის 7 თვის ორსული ერთ-ერთი იყო იმ 12 პალესტინელს შორის, რომლებიც მუვასის რაიონში ღამით ისრაელის ავიაიერიშებს ემსხვერპლნენ. სამწუხაროდ ბავშვი გარდაიცვალა, რადგან კრიტიკულ მდგომარეობაში შემოიყვანეს. სუად ალ-შაერი დაიღუპა იმ სახლის დაბომბვისას, რომელიც იმ თავშესაფართან იყო. ის ძალიან რთულ ვითარებაში დაიბადა. ჯერ არ მინახავს. ექიმს ვუთხარი, რომ საკეისრო გაეკეთებინა და პასუხისმგებლობას მეავიღებდი, რათა ნაყოფი გადაგვერჩინა. ჩვილი ნეონატალურ განყოფილებაში გადავიყვანეთ, მაგრამ მას სიცოცხლე არ ეწერა. მე ბედს ვემორჩილები. ჩემს დას თავის კარავში ეძინა. დაბომბვა დაახლოებით ღამის 12 საათზე მოხდა. F-16-ის რაკეტა მოხვდა მის სახლსა და კარავს. როგორ ფიქრობთ, ვინ გადარჩებოდა? ტრაგედია, რომელიც ღაზის ყოველდღიურობის ნაწილია, კონფლიქტის მძიმე რეალობას ასახავს. ავიადარტყმები არა მხოლოდ ქუჩებსა და კარავებს, არამედ ჯერ არ დაბადებულ სიცოცხლესაც ანადგურებს.